ნუმეროლოგიის მთავარ შეცდომაზე ვისაუბრებ ამ ვიდეოში. ციფრულ ფსიქოლოგიაზე, პირად მატრიცაზე, ბედის მატრიცაზე და ასე შემდეგ. დავიწყოთ. თანამედროვე ნუმეროლოგიაში გვეუბნებიან, რომ ინდივიდუალური ბედისწერის ციფრის მისაღებად აუცილებელია დაჯამდეს ჩვენს დაბადების თარიღში შემავალი ყველა ციფრი ისე, რომ ერთ ციფრამდე მოხდეს მისი დაყვანა. მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 2000 წლის 3 იანვარს, 0301-2000, 3-ს ემატება 1, ემატება 2 და 6 0. 3 + 1 4, 4 + 2 6. დაჯამების შედეგად ვიღებთ ციფრს 6. ანუ თქვენი ბედისწერის ციფრი თანამედროვე ნუმეროლოგიას თუ კი დაუჯერებთ, გამოდის 6. ახლა გადავიდეთ მთავარ პრობლემაზე. გასაგებია, რომ თქვენ დაბადების მოწყობაში მაგალითად 2000 წელი გიწერიათ, მაგრამ მართლა 2000 წელს დაიბადეთ? სამწუხაროდ ეს ასე არაა. სინამდვილეში ქრისტეს დაბადების ზუსტი წელი ცნობილი არ არის. აღიარებული ფაქტია, რომ ქრისტე ახალი წელთაღრიცხვის ზუსტად პირველ წელს არ დაბადებულა. არამედ იგი ოფიციალური ქრისტეშობიდან რამდენიმე წლით ადრე დაიბადა. ანუ გამოდის თქვენ დაიბადეთ არა 2000 წელს, არამედ 2004 წელს, ანუ 2006 წელს. ჩვენი დაბადების წლები არასწორია. ამიტომ ინდივიდუალური ბედისწერის ციფრი, პირადი მატრიცა თუ ბედის მატრიცა, რასაც ჩვენი დაბადების თარიღის ციფრების ერთმანეთზე დამატებით ვიღებთ, სინამდვილეში არასწორი ციფრია. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგალითად ისლამურ ქვეყნებში თქვენი დაბადების თარიღი თქვათ 2000 წელი. მათთან 1451 წელია. მათთვის ხომ წელთაღრიცხვა არა ქრისტეს დაბადებიდან, არამედ მუჰამედის მექადან მედინაში გადასახლებით იწყება. აი რაც შეეხება ჩინეთს, ჩვენი წელთაღრიცხვის 2000 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით არის 4698 წელი, რომელიც ლეგენდარული ყვითელი იმპერატორის მმართველობიდან აითვლება. ასევე ჩვენი წელთაღრიცხვის 2000 წელი საერთოდ სხვა წელია ებრაელებისთვის და ბუდისტებისთვის. ანუ ამით იმის თქმა მინდა, სხვა რელიგიურ კულტურულ სივრცეში რომ დაბადებულიყავით, თქვენი ინდივიდუალური ციფრის დასადგენად სულ სხვა ციფრების დამატება მოგიწევდათ. თქვენ რომ თითქოს 2000, 1990 ან 2005 წელს დაიბადეთ, ეს მხოლოდ ადამიანების შეთანხმების შედეგია და მას მისტიკასთან კავშირი არ აქვს. ეს ერთი საკითხი. ახლა მეორე. თანამედროვე ნუმეროლოგიაში ძირითადი რიცხვები, ესე იგი რიცხვები, რომლებზეც დაბადების თარიღის დაყვანა ხდება, შემოიფარგლება 1-დან 9-ის ჩათვლით, რაც გამართლებული არ არის. სხვა ეზოთერიკულ სისტემებში, მაგალითად პითაგორელებთან და კაბალაში, რიცხვი 10 წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად რიცხვს. თანამედროვე ნუმეროლოგიაში კი რიცხვი 10 ძირითად რიცხვად არ ითვლება და მისი დაყვანა ხდება 1-ზე, 1 + 0. ასევე ასტროლოგიაში რიცხვი 12 ძირითადი რიცხვია და მისი დაყვანა 3-ზე, 1 + 2 არ ხდება. მოკლედ, ძირითადი რიცხვები ნუმეროლოგიაში რომლებია, ძალიან სადაო საკითხია. მესამე. დაბადების თარიღის საშუალებით პირადი მატრიცის გამოთვლა, ესე ვთქვათ, ახალი ხილია, რომელიც გასულ საუკუნეში შეიმუშავეს. ძველი ნამდვილი მისტიკოსები და ეზოთერიკოსები მსგავს მეთოდს არ იყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნუმეროლოგიაში ჩვენზე კარგად ერკვეოდნენ. მე მგონი ეს დასაფიქრებელი უნდა იყოს ახლახანს გამოგონილ მარკეტინგულ ხაფანგთან ხომ არ გვაქვს საქმე.